გამარჯობა. ბატონი ვარსიკო სახლია, ხო, ხაიძე. სინამდვილეში ბატონი ჯუანშერის იყო, ხო, ეს ბიზნესი? არა, სისულელი არა. ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის ოჯახი დუქს. არადა ჩვენი მიზანია მოვისმინოთ პასუხები იმ ბრალდებებზე, რომელიც ქართული ოცნების თავდაცვის ექს-მინისტრს, ქართული ოცნების სუსის მოქმედმა შეფმა წაუყენა. ჩვენ წავიკითხეთ სუსის ფაილები, სადაც ამტკიცებენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ სიგარეტის არალეგალური ბიზნესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბურჭულაძე მინისტრი იყო. 14 ტომიან საქმეში ჩვენ მივაკვლიეთ ჩანაწერს, სადაც ვკითხულობთ, რომ სიგარეტის არალეგალურ საწარმოში რუსულენოვანი თანამშრომლები ყავდათ დასაქმებული. რატო? აი, არა, სად მოდიხარ? არა, სად მოდიხარ? ბატონო, ხელი გამიშვით. ბატონ თიკოსთან მოვდივარ, უნდა გავესაუბრო. ვერ გაესაუბრო საუბრები. მუშები საიდან ჩამოიყვანა? საფრანგეთიდან. არა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ იქ მუშები, თვითონ დაცვის თანამშრომელი ჩვენებაში ესე წერს. ვინც დაასახა ბატონმა წაიწერა. და სად გაქონდათ ეს სიგარეტი? ერგლინში? სადა? საწარმო, სადაც წლების განმავლობაში სიგარეტის შავე ბიზნესი გუგუნებდა, ახლა დალუქულია. სუსის ფაილების თანახმად უოქციზო სიგარეტებს გორში კომპანია საქსი აწარმოებდა. საწარმო კი გორიის თეითის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი. ორივე კომპანიის მფლობელი ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძეა. მხეიძე არ იყო. მეტი რა გითხრათ? მას მფარველობდნენ და შესაბამისად არ არის გამორიცხული ბატონი ბურჭულაძის საამქრო ციყველი. ნუ გაირკვევა რა ყველაფერი სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევა. სწორედ ბურჭულაძის მრჩევლად მოწყობის შემდეგ მისი ცოლის ძმის საწარმოს 50%-იანი წილი პეტერბურგელ ბიზნესმენ ვიქტორ აბაიმოვზე ფორებდება. სარესტორნო ბიზნესების მფლობელს, რომელიც რუსეთში წლებია საქმიანობს, საინტერესოა ვინ გაუწია რეკომენდაცია უაქციზო სიგარეტების ბიზნესში შესულიყო და იყო თუ არა ეს ჯუანშер ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. Чем ваш отец занимался в Грузии, если вам известно? Я знаю, что он точно ни в чем не виноват. Он поехал туда официально работать. А кто он по специальности? Где он должен был работать? У него нет специальности. А чем он занимался в России? Ресторан у него в России. У него был ресторанный бизнес? Да. А где он познакомился с родственниками бывшего министра обороны Грузии? Вы меня такие вопросы задаете, я же не знаю. როგორ მუშაობდა 2 წელი არალეგალური საწარმო ისე რომ ვერცერთმა მაკონტროლებელმა ეს ვერ გაიგო. გამოძიება ამბობს რომ არიციან სად მიდიოდა მილიონობით ლარის უაქციზო სიგარეტი. შაბათის ეთერის ინფორმაციით არსებობს ეჭვი რომ თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმის საწარმოდან უაქციზო სიგარეტი რუსეთში გადიოდა. Где он собирался работать? Я не знаю, если честно. ეს არის პირველი ინტერვიუ სიგარეტის შავი ბიზნესის საქმეზე დაკავებული პეტერბურგელი ბიზნესმენის შვილთან. ირკვევა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ 2025 წლის 29 მაისს შავი ბიზნესის წილი ვასილ აბაიმოვს სიმბოლურ ფასად 5000 ლარად მიყიდა. შვილი ამბობს, რომ მამას მანამდე რუსეთში სარესტორნო ბიზნესი ჰქონდა და 2 თვის წინ გამოაცხადა, რომ საქართველოში სამუშაოდ მიდიოდა. Он экспортировал какие-то продукции из Грузии в России? Нет. Когда вы имели последний контакт с ними, и что он рассказывал, чем он занимался в Грузии? Ехал надолго, 2 месяца назад примерно, это в июле где-то он уехал. И что сказал, что собирался делать в Грузии? Он работать поехал. И где работать? Может, с каким-то делом бизнес. როგორ აღმოჩნდა რუსი ბიზნესმენი თავდაცვის ექს-მინისტრის ოჯახურ ბიზნესში. დოკუმენტებით დგინდება, რომ მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძემ მუშაობა კომპანია გორიის თეითში დაიწყო. მისი მოვალეობა ინვესტიციების მოზიდვა იყო. ჩნდება კითხვა, ხომ არ შემოიყვანა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ საქმეში პეტერბურგელი ბიზნესმენი. ვასილი აბაიმოვი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ოპოზიცია გორში ამბობს, რომ ბურჭულაძის გარეშე ეს შავი ბიზნესი ვერ იმუშავებდა.
კონტრაბანდაში თუ იყო ჩართული ეს კომპანია, ადვილი სავარაუდოა, არა ოფიციალურ შემოსავალს რამდენს აიღებდა აქედან. ზუსტად ის ფაქტი, რომ თავად მინისტრი იყო ჩართული ამ ამბავში, ზუსტად ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მფარველობდა და როგორც ახლა ქართულ ოცნებას უნდა რომ შემოგვასაღოს ცვლილებებად და თითქოს კორუფციასთან ბრძოლად ეს დაჭერები, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ადგილობრივი ჩინოვნიკების, ახლა გორის მერის და შიდა ქართლის გუბერნატორის დონეზე ვერ იფუნქციონირებდა წლების განმავლობაში კონტრაბანდული ბიზნესი ასეთი წარმატებით ჩვენს რეგიონში. სიგარეტის შავი ბიზნესი გორიდან 1 კილომეტრში შინდისის გზატკეცილზე ქალაქის გასასვლელთან მუშაობდა. შეუძლებელია 2 წლის განმავლობაში აქ სამართალდამცველებს ვერ გაეგოთ, რომ მილიონობით კოლოფ სიგარეტს აფასოებდნენ, გარდა იმისა, რომ თამბაქო უაქციზო იყო. სიგარეტს აქ კარელიას ბრენდით უშვებდნენ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. მფარველობდა თუ არა შიდა ქართლის პოლიცია შავ ბიზნესს, თავდაცვის ექს-მინისტრის გავლენების გამო. შინდისის გზატკეცილზე ეს უკანონობა ჯუაშერ ბურჭულაძის სოლიზმის ბიზნესი. რანაირად გამოგჩათ ამ ერთი ციდა ქალაქში ესეთი უკანონობა? ჩვენ არაფერი არ გვრჩება. აბა კრიშავდით? ვის? ჯუაშერ ბურჭულაძის ოჯახს. რატომ არ დააკავეთ აქამდე? რატომ არ აღმოაჩინეთ? სად მიდიოდა ეს სიგარეტები? ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიოდა? აქ ხშირად ხედავდით ბატონ ჯუანშერს ბურჭულაძეს? მე აქ კითხავს ვერავის კითხავს რომ სადაც საჭირო იყო იქ მოგავისვა. ტრადიციულად წაკითხულობთ ყველაფერი და არ გაქვთ გადაღების უფლება. რამდენჯერ ნახეთ აქ ბატონი ბურჭულაძე? ის აქ მუშაობდა, ხო იცით? ეს ანანო ჭიჭაღუა, გორის გზატკეცილის 19-ში განთავსებული მომიჯნავე საწყობის თანამშრომელი. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ გამომძიებლებმა მას სწორედ ამ შინაარსის შეკითხვები დაუსვეს. სავარაუდოდ გამოძიება ახლა უაქციზო სიგარეტის წარმოების პროცესში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის კვალს ეძებს. საკეთებდნენ და ვერ გაიგეს. მოდი ახლა სამჯერ შევიგინები გარე და სამჯერ დამიჭერე. ამალინებდნენ და მალავდნენ, მაგას გეტყვი რა. ვიღაცას ინტერესი ჰქონდა და მალავდნენ და ამდენი ხანი ამ ტერიტორიაზე ვარ და რა შენობა დგას უკანა არ ვიცი. იმ დღეს დავინახე რომ ეს სპეცნაზელები და ისინი რომ მოვიდნენ მეთქი რა ხდება. ის რომ საწარმოში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს სასტიკად ეგრძელებოდა ინფორმაციის გატანა, ამას მხეიძესთან ერთად დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის ყოფილი წევრის და გორი ისთეითის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნუგზარ იგივე ნუკრიც აბაურაშვილის ჩვენებიდანაც ვიღებთ. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ უაქციზო სიგარეტების საამქროში დასაქმებული პირები ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები იყვნენ. კომპანიაში დასაქმებული იყო დაახლოებით 10 პირი, რომელთაგან ნახევარზე მეტი იყო უცხოელი, რუსულენოვანი პირები, ხოლო დანარჩენი ნაწილი იყვნენ ქართველები. სიგარეტის დამზადების პროცესს ხელმძღვანელობდა ვასილ მხეიძე. კომპანიის სასაწყობე სივრცეში სრულად იყო განთავსებული სიგარეტისთვის საჭირო ინვენტარი, კერძოდ დანადგარები, თუთუნი, ფილტრი, სიგარეტის ქაღალდი, კოლოფის შეფუთვა. სიგარეტის წარმოების პროცესს სრულად უზრუნველყოფდა ზემოთ აღნიშნული 10 პირი. ვასილ მხეიძის მიერ გაფრთხილებული ვიყავი, რომ საწყობის იმ სივრცეში, სადაც განთავსებული იყო სიგარეტის დამამზადებელი დაზგა დანადგარები არავინ შემეშვა გარდა დასაქმებული პირებისა. მათ შორის არ უშვებდით ჩემს დაქვემდებარებაში არსებულ უსაფრთხოების თანამშრომლებს. ასევე გაფრთხილებული ვიყავი, რომ სიგარეტის წარმოების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად ყოფილიყო გასაიდუმლოებული. ბურჭულაძესთან მუშაობდა, ხო, ის ჯუანშერთან დაცვაში? არ, ხო, მე მგონი. ხო, დიდი ხანი? ბატონო? დიდი ხანი? არ ვიცი. ამ აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლიზმის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, თავდაცვის ექს-მინისტრის პირადი მცველი მაინც ციხეში გაუშვეს. დაკავების შემდეგ მის სახლში ჩხრეკა იყო. რას ეძებდნენ, სუსის ფაილებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ბატონი ნუკრი, ვინ გაწირა ესე რომ უთხრათ? ვინ გაწირა თქვენი შვილი? ვინ გაწირა? და იცოდით რომ უაქციზო სიგარეტების ქარხანაში მუშაობდა ბატონო ნოდარ? თავი დამანებით. ბატონო ნოდარ. ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი მცველის, ნუგზარ ცაბაურაშვილის ჩვენებით საქმეში ბევრი კვანძი იხსნება. მე პირადად არ მომიხდენია სიგარეტის რეალიზება. სიგარეტის საწყობიდან გატანა ხდებოდა ვასილ მხეიძის მითითების საფუძველზე. ახლა ჩნდება კითხვა, თუ უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ უაქციზო სიგარეტები საწყობიდან გადიოდა, მაშინ სად მიჰქონდათ და ვინ ყიდდა ამ პროდუქციას?
გამარჯობა, კარელია გაქვთ? კარელია სიგარეტი. საერთოდ არ შემოდის თუ? კარელია სლიმსი, რომლის უაქციზო ანალოგებსაც ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის საწარმოში უშვებდნენ, ბაზრიდან გაქრა. ტევაპირველის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სიგარეტი თბილისის მაღაზიებში არ იყიდება. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ბურჭულაძის ცოლის ძმას სიგარეტის კონკრეტულად ამ სახეობის მონოპოლიზება უნდოდა. ოფიციალური იმპორტი დაბლოკეს და ბაზრისათვის უაქციზო, ფალსიფიცირებული ანალოგების მზადება დაიწყეს. აი სიგარეტი ეგრისიდან რომ შემოქონდა ადრე შევარდნაძის დროს. კიდევ ხო შემოქონდა. აქედან შექონდა ტიკი და იყიდება. ანუ აქაც კეთდებოდა სიგარეტი იმ დროს და იყიდებოდა. რამე იაფიანი ისეთი, რაც იქით არის. სად მიდიოდა უაქციზო სიგარეტი გასაყიდად. წესით ეს ყველაფერი ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის კომპანიის დირექტორმა უნდა იცოდეს. მარია მარჩემაშვილი ვასილ მხეიძემ დირექტორად საქსის დაფუძნებიდან 3 თვეში 2023 წლის 8 დეკემბერს დანიშნა. არჩემაშვილის შესახებ ჩვენებას გამოძიებას გორი ისთეითის HR-ი ხატია დაბუცაზე აძლევს. შპს საქსის დირექტორი და დამფუძნებელი მარიამ არჩემაშვილთან და ვასილ მხეიძესთან ერთად არის რუსეთის მოქალაქე ვიქტორ აბაიმოვი. ისინი ერთობლივად მართავენ კომპანიას. მას არაერთხელ შეხვდი არასაქმიანი ვიზიტით. ტაბუცაძის ჩვენებას ვერ იჯერებს ფოტომოდელი და წინასწარ პატიმრობაში მყოფი მარიამის დედა. ქალბატონი ლალი განმარტავს, რომ მიშულს კავშირი არ აქვს უაქციზო სიგარეტების წარმოებასთან და ის ამ კომპანიაში ვასილ მხეიძის მიერ დანიშნული ფიქტიური პირი იყო. როგორც ამბობს, რომ ვასილი და ეგ ხელმძღვანელობდნენ, მასე არ ყოფილა. ეს არის ფიქტიურად გაფორმებული, რომელსაც აწერინებდნენ, თუ კი ალბათ საჭირო იყო და ასე თვლიდა ნდობის საფუძველზე. და ქალბატონმა ხატიამ გააცნო ბატონ ვასილს მარიამი? ნუ იქ რომ მივიდა გაიცნო დაბარასი ზავდა ეხლა. მანამდე ესე თვალის ნანახი არ ყოლია. არც მეგობრობდა თქვენ ესე იცით. ლალი ლაშქარაშვილი, ვის სახლშიც საგამოძიებო ორგანომ ჩხრეკა ჩაატარა, ამბობს, რომ მისი შვილი ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის წევრებს იმდენად ენდობოდა, რომ ყველა ხელშეკრულებაზე ხელს თავად აწერდა. გორში კი სადაც უაქციზო სიგარეტების წარმოება მიმდინარეობდა, დედის თქმით, კომპანიის დირექტორი მხოლოდ ერთხელ დასურათების მიზნით იყო ჩასული. გორში უწევდა სიარული? არაფერი არ ეწევდა, როგორც თვითონ თქვა, შენობას გადაუღო, ერთადერთხელ იყო გააგზავნეს, რომ შენობას გადაუღე ფოტოებიო. და გარედან გადაუღო ფოტოები შენობას. არაფერი იქ არ დადიოდა და არც მისულა და არც აწარმო არ უნახავს არასდროს. არასოდეს. მარის აგზავნიდნენ როგორც ოფის მენეჯერს რაღაცის საყიდლად, ფარდების საყიდლად, რაღაცაზე იქ წადი ის გამოიტანა, იქ წადი ის რაღაცაზე ხელი მოაწერე, რაღაც აი ამ დონეზე იყო მარი, როგორც ოფის მენეჯერი იქცე. აი ეს იყო მარი. და გენერალური დირექტორი რეალურად იყო ვასილი. მარია მარჩემაშვილის დედისგან განსხვავებით საპირისპირო ჩვენებას აძლევს გამოძიებას გორი ისთეითის HR-ის ქმარი ზურაბ მახარაძე, რომელიც კომპანიას, სადაც უაქციზო სიგარეტები მზადდებოდა, დანადგარების შეძენასა და მათ ტრანსპორტირებაში ეხმარებოდა. მახარაძე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის უშტატო თანამშრომელი იყო. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან დგინდება, რომ მხეიძე გადაწყვეტილებებს არჩემაშვილთან ერთად იღებდა. მე ვასილ მხეიძე და მარია მარჩემაშვილი რამდენჯერმე ვიყავით წასული ქალაქ გორში სიგარეტის წარმოების პროცესის გამართულად წარმართვისთვის. სწორედ ვასილ მხეიძისა და მარია მარჩემაშვილის მეშვეობით ხდებოდა ჩემი დასაქმება კონკრეტული საბაჟო პროცედურებისთვის. მე მხოლოდ საბაჟო მომსახურებისათვის ერთჯერადად მიწვევდნენ ვასილი და მარიამი. როდესაც მატყობინებდნენ, რომ კომპანიას იმპორტზე შემოქონდა თამბაქოს წარმოებისთვის საჭირო დანადგარები და პროდუქცია. საქსის უაქციზო თამბაქოს წარმოებისათვის საჭირო ყველა პროდუქცია ზურა მახარაძემ განაბაჟა. მახარაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ უაქციზო სიგარეტების საწარმო გორში 2023 წლის თებერვლიდან უკვე ამზადებდა უკანონო პროდუქციას. უფრო მეტიც, საწარმო დალუქვის დღემდე მუშაობდა, რადგან ბოლო დანადგარები ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის კომპანიამ 2025 წლის დასაწყისში განაბაჟა.
ამ კომპანიისთვის საბაჟო მომსახურება გაწეული მექნება დაახლოებით 15 ჯერ. დაახლოებით 2023 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრის თვემდე პერიოდში. მე შპს საქსის წარმომადგენლებს ხვდებოდი შპს გორი ისთეითის ოფისში, ვინაიდან შპს საქსი და გორი ისთეითის ხელმძღვანელი იყო ვასილ მხეიძე და ეს ორივე კომპანია საქმიანობდა ერთობლივად. შპს საქსი იმპორტით ახდენდა თამბაქოს წარმოებისათვის საჭირო დანადგარებისა და სხვა პროდუქციის შემოტანას და შემდეგ საქართველოში აწარმოებდა თამბაქოს. გორი ისთეითის ოფისი, სადაც საქსის წარმოების პროცესი იგეგმებოდა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს. ოფის, რომელსაც არც აბრა და არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი აქვს, რამდენიმე დღეა არავინ გამოჩენილა. ბაკეში ბურჭულაძის ცოლისძმის ბიზნესის თანამშრომლებს, როგორც მშენებლებს, ისე იცნობდნენ. რამდენად სამშენებლო სკოლა ბიზნესთან არაფერი არ ვიცი. უკანონო სპირტის ბიზნესის სკანდალური დაკავებების შემდეგ, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის უკანონო ბიზნესს ერთი კედლით ყოფდა, უაქციზო სიგარეტის საწარმოს თანამშრომლებმა დანადგარებისა და უკანონო პროდუქციის გადამალვა სცადეს.